დასამაყურებლებო და სმენელებო, გავაგრძელებ დღეს გავაგრძელებ ბლავატსკაიას ნაშრომის საიდუმლო დოქტრინის ქართულად წაკითხვას, განხილვას და იმ ადგილიდან დავიწყე, სადაც შევჩერდი. ესე იგი, საიდუმლო დოქტრინა ადგენს სამ ფუნდამენტალურ მდგომარეობას. პირველი, ყველგანყოფი მარადიული, უსაზღვრო და შეუცვლელი პრინციპი, რომელზეც არანაირი მსჯელობები არაა შეუძლებელი, რადგან ის აღემატება ადამიანურ სიძლიერეს და შეუძლებელია იყოს უკაცრავად, რადგან ის აღემატება ადამიანურ შემეცნების სიძლიერეს და შეუძლებელია იყოს დაკმინებული ადამიანური გამოთქმებით. და მოქცევებით ის საცხვრის მიღმა და აზრის ჭრდომის მიღმა და უასროა და უთქმელი ჭყალებში, ეს ორი სიტყვა ჭყალებში, ეს ფრაზა და უასროა და უთქმელი, იმისთვის რომ მკითხველს წარმოდგინოთ ეს იდეები, მან დაიწყოს იმ წარმოდგენით, რომ არსებობს ერთიანი აბსოლუტური რეალობა, რომელიც წინ უსწრებს გამოვლენილ და პირობით ასლს. ეს უსაზღვრო და მარადიული მიზეზი ფორმულირებულ არეულად ჭყალებში უგონო. ესე იგი, ეს მიზეზი ფორმულირებული არეულად ჭყალებში უგონო და ჭყალებში ამოუცნობ. ხო, ეს ორი სიტყვა უგონო და ამოუცნობ ჭყალებშია მოყვანილი. უგონო და ამოუცნობ თანამედროვე ევროპეული ფილოსოფიაში არის ჭყალები იხსნება უძირო ძირი, ჭყალები იხურება. ყველაფრისა, ესე იგი, არის უძირო ძირი. ეს ორი სიტყვა ჭყალებშია მოყვანილი და ეს არისო უძირო ძირი ყველაფრისა, რაც იყო, არის ან ოდესღაც იქნება. ჭყალები იხურება, ეს იყო დიდი წინადადება. ის რასაკვირველია, ჩამორთმეულია ყველა ატრიბუტებს და არსებითად არ აქვს არანაირი კავშირი არსების საბოლოო გამოვლინებასთან გამომიტოვებია. ეს უფრო ყოფადობაა, ვიდრე ტოფასატი სანსკრიტულად. და აღემატება აზროვნებას და მსჯელობას. ეს ყოფა სიმბოლიზირებს საიდუმლო დოქტრინაში ორი ასპექტებით. ერთ მხრიდან აბსოლუტური აბსტრაქტული სივრცე, რომელიც წარმოადგენს სულთა სუბიექტურობას იმ ერთადერთ, რომ არანაირი ადამიანური ტვინს არ შეუძლია ამოიღოს თავისი სამყაროს გაგებიდან, არც წარმოდგენა შეუძლია თავისთვის სხვა მხრივ აბსოლუტური აბსტრაქტული მოძრაობა, რომელიც წარმოადგენს უპირობო ცნობიერებას. ის კი არა ჩვენი დასავლური, ხო? ის კი არა ჩვენი რა დამიწერია? ჩვენი დასავლური
მეაზროვნეები მოვიდნენ დასკვნამდე, რომ ცნობიერება უაზრობაა. ხო, ესე იგი ცნობიერება არ გააჩნიაო. ჩვენ ცალკე ცვლილებებისაგან და მაგიტომ მოძრაობა არის საუკეთესო სიმბოლო ამ პროცესისა, ცვლილებებისა და მისი მთავარი ნიშანი, ეს ბოლო ასპექტი ერთიანი რეალობის აგრეთვე სიმბოლიზირდება ტერმინით უდიდესი სუნთქვა. სიმბოლოდ საკმარისად გამოხატულად. ხო, ასე შეიძლება ითარგმნოს, არა აქ რუსულად მაქვს დაწერილი. და არ საჭიროებს შემდგომ ახსნაში. მასეთნაირად პირველი მთავარი აქსიომა საიდუმლო დოქტრინის არის მისი მეტაფიზიკური ერთიანი აბსოლუტური ყოფა, სიმბოლიზირებული საბოლოო გონებით, როგორც თეოლოგიური სამება. შეიძლება შესწავლელისთვის იქნება ამოსუნთქვა, თუ ჩვენ მივცემთ აქ რამდენიმე შემდგომ ახსნებს. გერბერტ სპენსერი ახახან ნიშნულოვნად უკაცრავად ჰერბერტ სპენსერმა ახახან ნიშნულოვნად დაარბილა თავისი აგნოსტიციზმი იმ გაგებამდე, რომ ბუნების პირველ მიზეზი, ეს სიტყვა პირველ მიზეზი ბჭყალებშია მოყვანილი, რომლებსაც ოკულტისტები ლოგიკურად ქმნიან უმიზეზო მიზეზს, ეს ორი სიტყვა ბჭყალებშია მოყვანილი, უმიზეზო მიზეზს ბჭყალებში ზის, მუდმივი ბჭყალებში და შეუცნობელისაგან ესეთ ბჭყალებშია. ესე იგი, უმიზეზო მიზეზს, რომ ლოგიკურად ქმნიან უმიზეზო მიზეზს, მუდმივს და შეუცნობელისაგან. ეს სამივე სიტყვა არის ბჭყალებში მოყვანილი და შეიძლება არსებითად იგივეა, რაც ბუნებაც ცნობიერებისა, რომელიც ჩვენ გვავსებს მოკლედ უპირობო რეალობა, რომელიც ავსებს კოსმოსს, არის სულთა აზრის ნუმენი. ეს ბიძგი მისი მხრიდან არის მიახლოებული მის ვედანტასთან და ეზოთერიკულ ფუძეებთან. ესე იგი, ფრჩხილი იხსნება პირველი, ეს სიტყვა ბჭყალებში იდება, პირველი ითვალისწინებს რაღაცას, რაც არის პირველად გამოვლენილს. ესეთ ბჭყალებშია პირველად გამოვლენის. პირველს ესე იგი, პირველის დროში გამომიტოვებია, ხო? პირველის დროში ესეთ პირველის დროში, სივრცეში და ხარისხში. ხო, ეს წინადადება პირველის დროში, სივრცეში და ხარისხში აყვანილია ბჭყალებში და მაგიტომ საბოლოო
და პირობითი წინადადება დამთავრდა. ახლა პირველს ჭყალებში არ შეუძლია იყოს აბსოლუტი, რადგან ის არის გამოვლინება. ამიტომ აღმოსავლური ოკულტიზმი უწოდებს აბსოლუტურს. და ფრჩხილები იხურება, ხო, ეს ერთი იგია მთლიანად აბზაცი თითქმის. ბრამანი ერთიანი რეალობა აბსოლუტი არის სფერო აბსოლუტური ცნობიერებისა, ესე იგი ის არსება სულშნეს, რუსულად აქ იგულისხმება სულშნეს და არა კლები არ მაქვს, სულშესტვო არსება. ხო, არსება ითარგმნება რუსულად როგორც სულშესტვო, მაგრამ ამ შემთხვევაში აქ იგულისხმება სულშნეს, ანუ არა ადამიანური არსება ფიზიკურ სხეულში, არამედ არსება იმ ქვეყნიური, ხომ გამიგეთ? ხო, იმ ქვეყნიური არსება, რომელიც აქ შემოვიდა, მაგრამ არ იმყოფება ადამიანურ სხეულში, სულშნეს. და თუ ადამიანურ სხეულშია სული, მაგალითად, ჩვენ ცხოვრებაში თითქმის ყველაში სულებია. თუ ბიორობოტები არა ვართ, ან რობოტები, ან კლონები, ჩვენში არის ნამდვილი სული, რომელიც პირველ რიგში პირობით არსებობასთან ახლოს არ არის, რომლის პირობითი სიმბოლო არის გაცნობიერებული არსებობა, მაგრამ როგორც ფიქრებით, ვშორდებით ამისგან ჩვენთვის აბსოლუტური უარყოფასთან გამოდის დუალობა, ხო, გამოდის დუალობა ან ორმაგობა. ორმაგობა სულის საწინააღმდეგო მდგომარეობაში, ან ცნობიერებისა, ან ცნობიერების მდგომარეობაში და მატერიისა, სუბიექტი და ობიექტისა. ესე იგი, სულის საწინააღმდეგო მდგომარეობაში, ან ცნობიერების მდგომარეობაში, ან მატერიის, სუბიექტის და ობიექტის მდგომარეობაში. სული აქ იგულისხმება რუსულად დუხ და არა მთლიანად სული, ადამიანი არა. აქ იგულისხმება ეს სხვადასხვა ეს დუხ, ადამიანის სული შედგება რამდენიმე ნაწილისაგან და ერთ-ერთი ნაწილია მისი დუხ, ენერგია, რომელიც ჩვენი გამოსვლის, ავატარიდან გამოსვლის შემდეგ მიდის ზეცაში. სული, ანუ დუხ, ან ცნობიერება, ხო, შეიძლება ითქვას, რომ ცნობიერება და მატერია პლუს მატერია, ესე იგი, ეს დუხ, ცნობიერება და მატერია წარმოადგენს სულს, ადამიანის ან რომელიმე სხეულის სულს. უნდა განიხილებოდეს არა როგორც დამოუკიდებელი რეალობები, მაგრამ როგორც ორი სიმბოლო ან ასპექტი აბსოლუტისა, ბრამანისა, რომელიც შეადგენს ფუძეს, ძირს обусловленного бытия. ესე იგი, ამწყო ყოფის რეალობით სუბიექტურისა ან ობიექტურისა. როდესაც განვიხილავთ ამ მეტაფიზიკურ
ტრიადას როგორც ძილს ფეს რომლის განაც გამოდის ყველა გამოვლინება უმაღლესი სუნთქვა იღებს წინა კოსმოსური ასლთა ფუძის სახასიათს ეს არის ფონერ ორიგო ძალისა ისევე როგორც მთელი ინდივიდუალური ცნობიერებისა და ამარაგებს სახელმძღვანელო გონებით კოსმოსური ევოლუციას ფართო ამოცანაში სხვა მხრივ წინა კოსმოსური ფესვი სუბსტანცია მულა აკრიტი არის ის ასპექტი აბსოლუტის რომელშიც ძევს ყველა ობიექტური ბუნების პლანების ფესვები როგორც წინა კოსმოსური ასლთა ფუძე არის ფესვი ყოველი ინდივიდუალური ცნობიერებისა წინა კოსმოსური სუბსტანცია არის მატერიის სუბსტრატის სხვადასხვა სტადიებში მისი დიფერენციისა აქედან გასაგებია რომ ამ ორი ასპექტების აბსოლუტისა საწინააღმდეგო მდგომარეობა საჭიროა გამოვლენილი იყოს სამყაროს არსებობისთვის კოსმოსური სუბსტანციის მიუხედავად კოსმოსური ასლთა ფორმა ვერ შეძლებდა გამოვლენას როგორც ინდივიდუალური ცნობიერება რადგან ცნობიერება ვითარდება როგორც მე ვარ მე ბრჭყალებში ოღონდ გამცირებლის განტარებლის დახმარებით მატერიისა ფიზიკური ფუძე რომელიც მომავლისთვის საჭიროა კოსმოსური გონიერების სხივის დასა კონცენტრირებლად ცნობილი სირთულეს მიღწევისას თავის რიგში კოსმოსური ასლთა ფუძისაგან გამოყოფილი კოსმოსური სუბსტანცია დარჩებოდა ცარიელი ატლიჩონას ესე იგი რომელიც დარჩებოდა ცარიელი ყურადღების აი დამკარგე მომიტევეთ და ცარიელი დარჩებოდა ცარიელი ყურადღების მაგვარად და ცნობიერების არანაირი შექმნა და ცნობიერების ვერანაირ ასე შობს ვერანაირ შექმნას ვერ შეძლებდა და ცნობიერების ვერანაირი შექმნას ვერ შეძლებდა ვერ მოახდენდა გამოვლენას ხო ამიტომ გამოვლენილი სამყარო სავსეა ორმაგობით რომელიც არის თითქოს თვით არსი მისი გამოვლენისა მისი არსებობის გამოვლენისა მაგრამ ზუსტად როგორც საწინააღმდეგო პოლუსების სუბიექტისა და ობიექტისა სულისა დუხა და მატერიისა არიან მხოლოდ ასპექტები რომლებშიც ისინი არიან სინტეზირებული ისევე გამოვლენილ სამყაროში არის ის ანუ ის რაც აკავშირებს სულს ოღონდ დუხ ხო ქართულად დუხ სიტყვა დუხ ითარგმნება როგორც სული აქ იგულისხმება დუხ ხო ამიტომ მე რუსულად კიდევ ვამბობ სიტყვას რომ დავაკონკრეტო თუ რაზეა საუბარი ამიტომ არ გაბრაზეთ რომ რუსულ სიტყვას ვიყენებ ეს ამას მისთვის ვაკეთებ რომ გაიგოთ მნიშვნელობა ხო რაც აკავშირებს სულს მატერიასთან ანუ აკავშირებს ენერგიას სულის
დუხ ესე იგი სულს რომელიც რუსულად არის დუხ ენერგია სულისა მას აკავშირებს მატერიასთან სუბიექტს ობიექტთან ეს რაღაც ამოუცნობი ტვინისთვის ეს რაღაც ამოუცნობი ტვინისთვის ჯერ დასავლეთისთვის ეტოდება ფოხატი ხო ოკულისტები უწოდებენ ამას ფოხატი ხო და ეს არის ხიდე ჭყალებში რომლის მეშვეობით იდეები არსებული ღვთაებრივ აზრებში ფიქრებში იბეჭდებიან კოსმოსურ სუბსტანციაზე როგორც ბუნების კანონები ფოხატი მასეთნაირად არის დინამიური ენერგია კოსმოსური ფიქრების ფუძისა თუ განვიხილავთ მას სხვა მხრიდან ის არის გონიერი შუამავალი ხელმძღვანელი ძალაყველა გამოვლენისა ღვთაებრივი ფიქრისაზრი გადაცემული და გამოვლენილი თხიან კოგანებით ქრისტიანულ თეოლოგიაში მათ უწოდებენ არქანგელოზოს სერაფიმეს და ასე შემდეგ როგორც შენებლები ხილული სამყაროსი მასე უსულისაგან ან კოსმოსური ასთა ფუძიდან იქნება ჩვენი ცნობიერება კოსმოსური სუბსტანციასთან რამდენიმე გამცილებლები რომლებშიც ეს ცნობიერება ინდივიდუალიზირდება და აღწევს თვითცნობიერებამდე ან მოაზროვნე ცნობიერებამდე როგორც ფორხატი მის სხვადასხვა გამოვლინებაში არის საიდუმლო ჯაჭვი გონებისა და მატერიისა სიცოცხლის მითემი პრინციპი რომელიც ელექტროლიზირებას უკეთებს ყოველ ატომს ცხოვრებისკენ შემდეგი ჩამონათვალი მისცემს კითხვებს უფრო ნათელი წარმოდგენას აბსოლუტობა პარა ბრამანი ვედანტისტებისა ანუ ერთიანი რეალობა სატი ბრჭყალებში რომელიც არის რეგელის სიტყვებით აბსოლუტური ყოფა და არ ყოფა ერთდროულად მეორე პირველი ლოგოსი როგორც მე თქვენ აგიხსენით წინა ვიდეოში ეს ლოგოს აქვს ძალიან ბევრი ნიშნულობა შეიძლება იყოს აზრი არსი მოქმედება ნიშნულობა რიცხვი კანონი და ასე შემდეგ და ეს არის უპირობო ხო ро безличный უპირო და ფილმებში ლოგოსი გამოვლენილია როგორც პრეჩედა ხო აქ მოცემულია სიტყვა პრეჩედა ესე იგი ხო და ჩეტა არის წყვილი პრედლოგ ალბათ დაწყვილებამდე მე მგონი ხო დაწყვილებამდე გამოვლენილისა ეს არის პირველ მიზეზი ბრჭყალებში ეს ორი სიტყვა ბრჭყალებშია ეს არის პირველ მიზეზი უგონო ევროპული პანტეისტებისა უგონო ბრჭყალებშია მოყვანილი მესამე მეორე ლოგოსი ხო დუხ ნუ ქართულად ითარგმნება როგორც სული მატერია სიცოცხლე
საერთო სამყაროს სული. პურუშა და პრაკრიტი. მეოთხე, მესამე ლოგოსი. კოსმოსური ასლთა ფუძე. მახათიან გონება. კოსმოსური საერთო სამყაროს სული. დუხ. კოსმოსური ნუმენი. მატერისა. ფუძე გონივრული გამოვლენებისა, ბუნებისა და ბუნებაში აგრეთვე წოდებული მახა ბუთხისა. ერთიანი რეალობა, მისი ორმაგი ასპექტი განპირობებულ სამყაროში. შემდეგ, საიდუმლო დოქტრინა ამტკიცებს სამყაროში მარადისობა მთლიანობაში როგორც უსაზღვრო პლანი, პროექცია პერიოდულად აქტერია რისტორიშე. ამის მაშინ ინტერნეტი არ ქონა და ვერ გადავთარგმნე ეს სიტყვა, მოიცადეთ, ნახავ. რისტალიშე ეს არის ძველი ტერმინი და ნიშნავს სასპორტო და საცხენო სპორტის მოედანს. და რისტალიშე შეადარა ბლავაცკაიამ. ხო და ამ ტექსტს თავიდან წავიკითხავ, რომ გასაგები იყოს. სამყაროში მარადისობა მთლიანობაში როგორც უსაზღვრო პლანი, პროექცია პერიოდულად ხტება. ხო, აი, სწორად გამიგია. პერიოდულად ხტება მოედანი, ანუ წერტილი მოედანი, ან წერტილი შეიძლება კიდევ ითქვას უამრავი სამყაროებისა, რომლებიც სულ გამოვლინდებიან და ქრებიან, რომლებსაც უწოდებენ გამოვლენილ ვარსკვლავებს და მარადისობის ნაპერწკლებს. Вечная страника ჩვენი მონადის სახელია ორი ერთში. ხო, вечность არის მარადისობა და страник. ხო, ჩვენი მონადის სახელი ყოფილა მარადიული მოხეტიალე, ანუ ორი ერთში და გავს მგნავენი ოკა. ხო, ეს ტერმინი, ეს მგნავენი ოკა შეიძლება გადაითარგმნოს როგორც ხო და რატომ ახლა ეს ტერმინი მოყვანილი? მე ხო ვთქვი, რომ მონადის სახელი არის, მანადის სახელი არის вечность страника, მოხეტიალეს მარადიულობა. მე არასდროს გადავთარგმნე, მე არასდროს გადავთარგმნე. ხო, вечная страника არის ჩვენი მანადის სახელი და რომელიც ნიშნავს ორ ერთში, მაგრამ вечная страника ითარგმნება როგორც მოხეტიალეს მარადიულობა და ეს გავს ერთწამიერ მომენტს თვით არსებობისა, მასე ამბობს წიგნი ძიანი. გამოჩენა და გაქრობა სამყაროებისა გავს სწორი დაბრუნებას მოქცევა და მიქცევისა. ხო, ეს მეორე მტკიცებულება
საიდუმლო დოქტრინისა ეს მეორე მტკიცებულება საიდუმლო დოქტრინისა ეხება აბსოლუტურ მთელ სამყაროს ჩათვლით და კანონის პერიოდულობასთან მოქცევა და მიქცევა ზრდასთან და კრებასთან დაკავშირებული. ანუ ესე იგი აბალანსებს მოქცევას, მიქცევას, ზრდას და დაკრებას. და დაწერილია ტრაქტატში ფიზიკოსი მეცნიერებით ყველა ბუნების გაყოფილებაში ღამის და დღის, სიცოცხლის და სიკვდილის, ძილის და სიხვდილის შედავანია. და ეს ყველაფერი დაკავშირებულია ამ ცვალებადობასთან. არის ცნობილი მოვლენები აბსოლუტურად გამონაკრისით სამყაროს ნაცნობი ფაქტები რომ ადვილია გაიგო რომ მათი ჩვენ ხედავთ სამყაროს კანონის ერთ-ერთ აბსოლუტურ კანონებათაგან. არის გარდა საიდუმლო დოქტრინა გვასწავლის მესამე. ხო, ესე იგი основной тождественности всех душ всемирной превышней душой. ხო, ახლა უნდა გადავთარგმნო ქართულად. მაშინ ინტერნეტი არ გქონდა. ერთი წუთით. ესე იგი ამის გარდა საიდუმლო დოქტრინა გვასწავლის რომ მთავარი ესე იგი მთავარი ერთიგივე ან მაგდაგვარი სულების დამთხევა ხდება მაღალი მთელი სამყაროს მაღალი სულთან. ესე იგი მაღალი სული და დანარჩენი სულები ექვემდებარება, ემთხვევა ერთმანეთს. და რატო ხდება ეს? იმიტომ რომ როდესაც შემქმნელმა გაფანტა თავისი სულიერი სხეულის ნაწილაკები, მან ხო თავისი სული გააყოლა მაგათ, ამიტომ ჩვენი სულები ადამიანი უბრალოდ სიტყვით გეტყვით აგერ რომ არ ინტრიოთ თავი. ჩვენ სულები, რომლებიც ვართ დედამიწაზე, რომლებიც ვართ სხვაგანაც განსახიერებული, მარტო დედამიწა ხო არა, არსებობს სხვა ფიზიკური პლანეტებიც. ჩვენ საერთო ჯამში ჩვენ ეს სულები ვართ გათანაიგივებული შემქმნელის სულთან. რატომ გავართ მაგას? იმიტომ რომ მისი ნაწილაკები ვართ. ხო, და საიდუმლო დოქტრინა გვასწავლისო
რომ ჩვენ ყველანი ვართო მთავარი სულის მსგავსი. ხო, ახლა წაგიკითხავთ რუსულად. Основной тождественности всех душ всемирной привычной душой. ხო. თავარი ამ ყველა სულების ერთ და იგივობა ემთხვევაო მაღალ მთელი კოსმოსის, საერთო კოსმოსის სულს. ბოლო თვითონ არის ასპექტი უცნობი ფესვისა, კიცმასია. ჩვენ კი ვამბობთ შექმნა შექმნა ყველაფერი, მთელი კოსმოსი, მთელი კოსმოსური სამყაროები და შემდეგ უკვე მატერიალური სამყაროები თავიანთი სულების, განვითარებული სულების დახმარებით. ხო. და აუცილებლად მოხეტიალობის მოხეტიალობით. და რაც ნიშნავს ეს მოხეტიალობით? შეგრძნება გაფანტა თავისი ნაწილაკები მთელ კოსმოსში, ხო, წადით და გამოიკვლიეთო კოსმოსი, უთხრა თავის სულის ნაწილს. წადითო. ეს ჯერ შექმნაო სათამაშოები, უსულო საგნები. სული არ ედგა ისეთი პლანეტები, როგორც ახლა სათამაშოებს უშვებენ. დიახ, ადამიანები ცხოველები, მაგრამ არც ერთ მათგანში ცოცხალი სული არ იყო ჩადებული. არა, ეს აკარტად ეს სადღაც წავიკითხე მე მგონი თავში. დოქტრინის თავში მეტებასაც წავიკითხავდი. თუ ბორევის წინში არ მახსოვს, სად წავიკითხე, ან ბორევის წინში მექნება ეს საკითხული ან აქ, მაგრამ მე მგონი ბორევის წინში. და მან, ხო, ბორევის წინში, რომელიც მე თარგმნე. და მან უთხრა და ამ სულები გაემგზავრა ყველა მიმართულებით. ესე იგი, ყველაფერი შეიქმნა მოხეტიალობის დახმარებით, სულების მოხეტიალობის დახმარებით. გაემგზავრა სხვადასხვა მიმართულებით, გაიფანტა, ნახეს, რომ სათამაშოებია და იფიქრეს, მოდით გავაცოცხლოთ ეს სათამაშოები. შევიდნენ ამ უსულო საგნებში, უსულო პლანეტებში და შეყვენ თამაშს და დაავიწყდათ, რა იყო მათი თავიანთი მთავარი მიზეზი, მისია უпростоრად. დაავიწყდათ. ხო, ჩვენ ავიღოთ მაგალითი დედამიწა, ისულები ვინც მოვიდა მოგვიანებით დედამიწის დასახმარებლად, ბევრს დაავიწყდათ, თუ ისიც მოვიდნენ აქ და რა მისიას ასრულებდნენ. და ახლა ან წმოსულებს უწევთ ამ ძველი გამოგზავნილების სულების გაღვიძება. და მათთან ერთად სხვებსაც აღვიძებენ. ყოველი სულისთვის განსახილების ციკლის ან აუცილებლობის გავლით ციკლების და კარმის გავლით მე მინდა დავამატო, რომ კარმა ახლა ისეთი სახით როგორიც არსებობდა არ არსებობს, რადგან სასარის ბორბალი მოაცილეს დედამიწას, რეინკარნაცია გაუქმდა, დარჩა ერთადერთი ბუმერანგი, კარმის ბუმერანგი. და მერწმუნეთ, რადგან კარმა არ არსებობს და რადგან რეინკარნაცია გაუქმეს, თქვენ არ დაიშჩებით, თქვენ აწია თუ რამე საშელს ჩაიდენთ, რამე არა უსამართლობას, თქვენ არ დელოდებიან თქვენ ადრე მაგალითად დამნაშავე თუ ამ გასაღრებაში არ ისჯებოდა, ის დაიშჩებოდა შემდგომ გასახიერებაში ისეთ მომენტში დაჩნდა, როდესაც არ ელოდებოდა. ახლა კარმის ბორბალი არა, კარმის ბუმერანგი უცე მოგიბრუნდება და
ან კეფაზე მოხვერდება, ან საჯდომზე. მთელი ვადის განმავლობაში სხვა სიტყვით არც ერთ სულთა სულიერი ღვთაებრივი სულის ბუთხის არ შეუძლია ჰქონდეს დამოუკიდებლობა გაცნობიერებული არსებობა, ვიდრე ჯერ ნაპრწკალი სულთა არსების სამყაროს მეექვსე პრინციპიდან გავარდნილი ან მაღალი სულისა. არ გავა გასვლით ყოველი საწყისი ფორმის ფენომენალური ამ მანვატარისა და არ მოიპოვებს ინდივიდუალობას ჯერ დაბადებიდან მოყოლებული იმპულსის ძალით, შემდეგ პირადი უნებლიეთ ძალის ხმევების დახმარებით, რომლებიც აკონტროლებენ მას კარმით, როგორც გითხარით, კარმით აკონტროლებენ, ადრე იყო ეს, იმ დროს იყო, ხო? და მასეთნაირად იწევა გონების ყველა ხარისხით, ქვედა მანასით დაწყებული მაღალ მანასამდე, მინერალიდან, მცენარედან, მაღალი არქანგელოზამდე, თხიანი ბუდა, მთავარი დოქტრინა ეზოთერიკული თეორიული ფილოსოფიისა არ უშვებს არც უპირატესობას, არც თავისებურ უნარებს ადამიანებში, ამის გამო